გესალმებით ყველას. ქრისტიანსგა უპირველესად გილოცავთ აღდგომის წყინვალე დღესასწაულს და დღეს მინდა გესაუბროთ და ჩემი აზრი გამოვხატოთ და გაგიზიაროთ საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. არაერთგვაროვანი აზრი არსებობს, მე როგორც ვიცი საქართველოში და აქაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად ნიუ-იორკში და შეიძლება ბევრი არა, მაგრამ ჩემთვის მე ესე მეჩვენება. საკმაო რაოდენობით ხალხი ამბობს, რომ ყველაფერი ფარსია და ფიქცია და საერთოდ რა საჭირო იყო ამდენი წლის მერე ამ თემების დაძვრა. მე განსხვავებული აზრი მაქვს, მე ვთვლი, რომ ეს უნდა დაწყებულიყო ბევრად ადრე. მაგრამ რიგი მიზეზების გამო, რაც დროდადრო ირკვევა, რომ თურმე როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებიდან იყო ერთგვარი წნეხი. ულტიმატუმის დონეზეც კი იყო თურმე შემოთვლა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მსგავსი რამ არ გაეკეთებინათ და ყველაფერს თავი დავანებოთ ის კოჰაბიტაცია ყვა დაღებული 2012 წელს და მე ყოველ 4 წელიწადში ერთხელ არჩევნებიც ის როგორც ახლა ირკვევა ძალიან არაერთგვაროვანი მესიჯები მიდიოდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. გავიმეორებ როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან. მე ვთვლი, რომ უნდა მოხდარიყო ბევრად ადრე და უფრო აქტუალური იქნებოდა და დროის პერიოდშიც უფრო ადეკვატური, მაგრამ არ გამოვიდა და ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ეს აუცილებლად საჭიროა. აქ ორ გარემოებას მინდა ხაზი გაუცვა და ჩემი აზრი განსაკუთრებით გამოვხატო. ერთი ის, რომ როგორც კომისიის თავმჯდომარე და წევრებმა დაანონსეს და მე რასაც თვალყურს ვადევნებ თითოეულ სხდომას, იქ ნამდვილად არ არის სამხედრო პირებების არც განკითხვა და არც გაკიცხვა და არც მათი პასუხისგებლობის დაყენების არანაირი მცდელობა. ეს თავად უყურე და მე მონაჭორი და მოარულ ხმას არ გეუბნებით. მე ესეთი შტაბის შტილება დამჭა. და აქ დიდი ანალიზი არ ჭირდება ამას ყველაფერს. მით უმეტეს დაანონსებული იყო, რომ ჩვენ სამხედროებთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, აქ ლაპარაკი არის ზუსტად პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, იმდროინდელ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. და ეს იმან დაადასტურა კიდე, რომ მე როგორც ვნახე, ორი ფორმიარი გენერალი იყო მისული, გოგავა და ყურაშვილი, ერთი გენერალ ლეიტენანტი, მეორე გენერალ მაიორი, ყოველ შემთხვევაში როგორც სამხარებით მივხვდი, ვიცით ვინ იყვნენ და როგორ იყვნენ, იქ იყო რამდენიმე სამხედრო პირი, მე მათი ჩინი ვერ გავარკვიე, მაგრამ ორი სამხედრო პირი იყო კიდე სამოქალაქო ტანსაცმელში და გარდა იმისა, რომ ჩვენებები აიღეს მათგან, მათ არანაირი დევნა არ მოყოლია მათ ყოფას და მათ არსად არ დაუბარებიათ პროკურატურაში დაუშვათ დამატებითი ჩვენებების მისაცემა და ასე შემდეგ. ამიტომ რაც იყო დაანონსებული, რომ ჩვენ სამხედროს არ განვიკითხავთ და არც მოვიკითხავთ მათ პასუხისგებლობას. ამას მე როგორც ვატყობ, კომისია ინარჩუნებს. თუ არ გამოირკვა დაუშვათ კომისიის მიმდინარეობის დროს ფაქტობრივი მასალის საფუძველზე და ცოცხალი მოწმეების საფუძველზე რამე ისეთი დანაშაული, რაც დაუშვათ ადის სამხედროს სახელმწიფო ღალატის რანგში ან უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში რაღაცა კონკრეტულ სისხლისამართლის დანაშაულს. აქამდე არაფერი არ ყოფილა და ფაქტობრივად ვინც სამხედროები დასაკითხი იყო, ყველა დაიკითხა. და აქ მინდა ერთ რამს კი გავუსვა ხაზი, როგორც ვახსენე, რომ ძალიან მძიმე არის ამ კონფლიქტში დაღუპული ვაჟკაცების
მოხსენიება, მე როგორც ვატყობ. იმიტომ რომ რაც არ უნდა ეცადოს ადამიანი დადებით კონოტაციაში ახსენოს მათი სახელები და გვარები, მე შეგნებულად თარობობ, იმიტომ რომ იქ ერთი ყველაზე ცნობილი გმირი არის და ამ ვაჟკაცთან ერთად კიდე მრავალი დაიღუპა. ამ სახელების და გვარების ხსენება იმდენად მიმაჩნია, რომ უკვე აღარ არის საჭირო, იმიტომ კი არა რომ გმირები არ გვახსოვს, არამედ საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი ბრუნდება ისე, რომ არასწორ კონოტაციაში აქცევენ რა. და არის ცდილობა იმისა, რომ არასწორად ითქვა, ესე არ უნდა ყოფილიყო. ჩვენ არ დავთმობთ ამ გმირების სახელებს და მათ ღირსებას და მათი ოჯახების ღირსებას, ამაზე არც არის ლაპარაკი, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ჯობდა რომ სხვანაირად თქმულიყო ეს ყველაფერი, ან სხვა კონტექსტში თქმულიყო და მოკლედ ეს უარყოფითი რეზონანსი ამას არ მოყვებოდა, მაგრამ კომისიამ უკეთიც და მისმა თავმჯდომარემ. მაგრამ მე მგონია რომ მე როგორც შევატყე არასწორად იყო გაგებული. ჯობდა შეიძლება სხვანაირად თქმა ყოველ შემთხვევაში და მე უკვე უფრო ასეთი გასასამართლებელი სიტყვების თქმაც მოიძებნებოდა, რომ აი არასწორად არის გაგებულიო და ეხლა ცოტა ისე გამოვიდა. არა და მე გავიგე ისე როგორც თქვა კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. იქ არანაირი უარყოფა არ ყოფილა და არავის ღირსება არ შეელახულა. სხვანაირად იყო თქმული. კიდე ერთხელ ვიმეორებ, ბოდიშს ვიხდი, ჯობდა ცოტა სხვანაირად თქმულიყო და ეს კუდებიც არ მოყვებოდა. და მეორე რაზეც მინდა ჩემი აზრი გამოვხატო, კითხვის ნიშნით ის რომ ესე იგი კომისიამ მოითხოვა გაგრძელებულიყო კომისიის ფუნქციონერების ვადა, მე მგონი ერთი თვით მოითხოვეს და გასაგებია, იმიტომ რომ ბევრია კიდე დასაკითხი, ბევრია საქმე სააშკარაოზე გამოსატანი, როგორც თქვეს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ის დანაპირები, რომ დაუშვათ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ვერდიქტს გამოიტანდნენ მათი 8 წლიანი მოღვაწეობის შედეგად. ბუნებრივია ეს გადაიდო. ის დანაპირებიც, რომ ჩვენ რეაქციონურ და დესტრუქციულ ძალებს ხელისუფლებაში არ მიუშვებთ და საერთოდ პოლიტიკიდან გამდევნით, ესეც გადაიდო. და მივიღეთ ის, რომ გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა. უცნაური ისაა, რომ ოპოზიციის ხარისაც გაჩნდა კითხვა. მარტო ოცნების მხარდაჭერებისკენ ან თუნდაც სიტუაციური მხარდაჭერების ხრიდან, რომელსაც მე წარმოვადგენ. არამედ თვითონ ოპოზიციურ ფლანგზეც, მაგრამ ოპოზიციას თავი დავანებოთ, მე ესე ვთქვა, როგორც იტყვიან ხოლმე, ჩვენი გვტკივა, ჯობდა, რომ მაშინ დანაპირები არ გაცემულიყო. უბრალოდ ქართულად ვიტყვი, დაპირება არ გაცემულიყო, მოვატით. მაგრამ აქაც როგორც ირკვევა, რაღაცა მესიჯები წამოვიდა ევროპიდან, ამერიკიდან უკვე ეჭვმეპარება ევროპიდან და ეს ეხებოდა სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ბუნებრივია სავიზო რეჟიმზე არის მიბმური ბევრი საქართველოს მოსახლე, ეს არის როგორც სწავლა-განათლების პროგრამები, მე მგონი მე არ ვიცი რამდენად ეხლა სწავლა-განათლების პროგრამები მიბმულია ვიზაზე, იმიტომ რომ ადრე დიდი ხნით ადრე, სანამ ვიზა ლიბერალიზაცია შევიდო და აქტიურ ფაზაში, მანამდე იყო სტუდენტური ვიზები, ანუ ხალხს შეეძლო სწავლა, მაგრამ დავანებო თავი, დაუშვათ სწავლა-განათლებას შეეხება. არის კიდე ბევრი სამკურნალო დადეს მე როგორც ვიცი და მათაც პრობლემები შეექმნება და არის მთელი წყება საკითხებისა, რომელსაც თუ ეს ვიზების გაუქმება შეეხო, იქნება სერიოზული უკმაყოფილება. ეს ერთი. მაგრამ ამას კიდე ჩემი აზრით მოევლებოდა. მე უფრო მგონია, რომ უფრო მძიმედ არის ამბავი და რას გულისხმობ გეტყვით ახლა, საქმე იმაშია, რომ
მე ასე მგონია რომ აქ არის მუქარა იმისა რომ შეიძლება საბანკო სისტემა მოირღეს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ საქართველოს ფინანსური ეკონომიკური მდგომარეობა არასოდეს მდგრადი არ ყოფილა გამომდინარე იქიდან რომ ეს პირდაპირ იყო მიგული გეოპოლიტიკურ ვითარებაზე საქართველოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. აქედან გამომდინარე შესაძლოა მე ეჭვი მაქვს რომ თუ საერთოდ მუქარა იყო და მუქარის გამო ქართულ მოუწნევამ გადაწყვიტა აი ამ მთელი პროცესის გადადება მე უფრო ვთვლი რომ ვიზების გაუქმებაზე უფრო მეტად იყო ზუსტად საბანკო და ფინანსურ სისტემაზე იერიშის მიტანის მუქარა. ორი დიდი ბანკი არსებობს საქართველოში, ეს არის საქართველოს ბანკი და TBC, რომელიც ფაქტობრივად საქართველოში დარეგისტრირებული ქართული ბრენდია ესე ვთქვათ, მაგრამ დიდწილად ის საქართველოს არ ეკუთვნის. მეპაიები, მეწილეები, რაც ეს ორი ბანკი გავიდა საერთაშორისო არენაზე და მათი აქციები გაიყიდა ბირჟებზე, გასაგებია რომ წილობრივი მონაწილეობა იქ სხვადასხვაგვარია. ეს ერთი манипуляციის საშუალებას გულისხმობ. რამდენად აქვთ უფლება და манипуляციის უნარი, რომ ამ ორ დიდ ბანკზე, რაზეც ფაქტობრივად დამოკიდებულია მთელი საქართველოს საბანკო სისტემა, დახმარებები, პენსიები, საგანათლებო სისტემა და ასე შემდეგ, ხელფასები და მეორე ის, რომ აი მაგალითისთვის ამერიკელებს ვსურდათ წინა ვიდეოშიც თქვი რუსებთან მეორე რაუნდზე მოლაპარაკების დროს განიხილებოდა ის რომ საზღვაო ტირთვების უსაფრთხო მოძრაობა და რუსეთის ბანკების აგრო მრეწველობაში დაკავებული ბანკების განთავისუფლება SWIFT-ისგან და ეს ვერ გახორციელდა. და ზუსტად ვერ გახორციელდა, იმიტომ რომ ვერ დაიყოლიეს ევროპელი სტრუქტურები, ევროპული სტრუქტურები, ანუ ევროპული ბიუროკრატია. და ეხა ამერიკას რო უჭირს მსგავსი პრობლემების გადაწყვეტა, ხო წარმოგიდგენიათ, ჩვენ არის პატარა ქვეყანას, საერთოდ რადაცის მექანიზმები აქვს მსგავსი ზეწოლების წინაშე. და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად უფრო ეს გარემოება იყო იმის საწინდარი, რომ მაგალითად ეს კომისია გადაიდა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ მარტო ჯონდი ბაღათურიამ გამოიტანა სააშკაროზე და ხვალ კიდე რაღაცა ისეთი ნაღმი უნდა აფეთქდეს უჩანანოვაშვილის, სალომე ზურაბიშვილისა და კიდე ჩვენი გმირების ფარული ჩანაწერების გამოაშკარავება ეს კიდე ზემოდან დაემატება. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ კომისიაზე საკმარისი ხილებებია და ფაქტობრივი მასალა და ცოცხალი მოწმეები. რის საფუძველზე შეიძლება ალბათ შესაბამისი ვერდიქტის გამოტანა. რო არაფერი თქვათ სისხლის სამართლის ძიმე დანაშაულებს. დევნაზე, ყლელობაზე, ამ ყლელობის თელობაზე და ასე შემდეგ. მაგრამ აი მიუხედავად ამისა, ოცნებამ მოითხოვა ამ ყველაფრის გადავადება, შესაბამისად, რახან გადავადება, ესე იგი იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს და პარტიებს, მოდეს დავარქვათ, შესაბამისად ეძლევათ უფლება მონაწილეობის უფლება, რომ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და მე როგორც ოცნებამ თქვა, ეს შემდეგისთვის იყოსო და მე ვაგებინებ ყველას პასუხს. და მოკლედ შედეგი ესეთია. მე ვფიქრობ, რომ თუ ეს მსგავსი რამ ხდება, ალბათ უკვე მოვიდა დრო, ყოველ შემთხვევაში ახლა თუ არა, როცა ამ პროცესებს ოცნება ჩაამთავრებს, მე ალბათ უნდა ითქვას რა, მართლა იყო ეგეთი ზეწოლა და ვინ იყვნენ ამ ზეწოლის ორგანიზატორები,
თუ დავუშვათ ინიციატორები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ 2012 წლიდან ესე გამოდის, რომ ჩვენ რა, საქართველოს ხელისუფლება ნიშნავდა პრემიერ-მინისტრებს, ომბუდსმენებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს, განათლების მინისტრებს, პრეზიდენტებს, არ მახსოვს თქვი თუ არა. თურმე ირკვევა, რომ ინიშნებოდა არა იმიტომ, რომ ოცნებას მართულ ჯგუფს სურდა ან საქართველოს მოსახლეობას. არამედ ის, რომ დირექტივები მოდიოდა, ხო და ამას ხო უნდა ერთხელ და სამუდამოდ ხო უნდა გავიდეს ახლა ეს ფინიშზე, ხო და მე მგონი ყველაზე კარგი საშუალება არის ზუსტად აი ეხა თუ მართლა ზეწოლა იყო და ზეწოლის გამო გადაიდო და თუ ჩემი ვარაუდით მართალია რატომაც ალბათ კარგი იქნება და უპრიანიც იქნება, რომ აი ეს პროცესები რო დასრულდება, მერე საჭირო დონეზე საჭირო ადგილას ეს ყველაფერი ითქოს. მით უმეტეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა ახლანდელმა ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაუშვათ ფარული თანხების ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე გრანტების სახით, უდიდესი პროცენტი შეჩერებულიყო. ჯერ მარტო ის USAID-ის მიერ დაფინანსებული ხაზები რა დღეს. მეტი ხა ამერიკის ხელისუფლებას მეტი არაფერი შეუძლია საქართველოსზე ფიქრით არ იძინებს ტრამპი და არ იღვიძებს, რომ ქვეყნის საქმე აქვს. უკრაინის თემა არის მოსაგვარებელი, ამაზე შემდეგ ვიდეოში მოგახსენებთ და იქაც გამოკიდულია საში და იქიდან წაპირებენ ამ ტრეკიდან გამოსვლას, იმიტომ რომ როგორც თავად პრეზიდენტმა ტრამპმა და კიდე სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარკო რუბიომ თქვა, რომ ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს დარჩენილ მსოფლიოში და უკრაინის საქმე თუ არ გამოვიდა, ჩვენ ხელებს ვიბან და გავდივართ თუ და ხა უკრაინაზე რომ აი ამ მდგომარეობაში არიან, დამიჯერეთ ხა საქართველოზე ფიქრის არც დრო აქვთ და არც ადგილი. შესაბამისად, ეგ ალბათ ისევ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი იქნება. ამერიკელებმა რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. ეს არ კეთდებოდა საქართველოს გულისთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ ჩვენ დადებითად მოხვდით ამ კონტექსტში. დანარჩენი უკვე როგორც იტყვიან, ჩვენზეა და ჩვენს ვაჟკაცობას. მოკლედ, დიდი მადლობა, ვინც მისმინეთ და კარგი იქნება თუ თქვენ აზრს დააფიქსირებთ კომენტებში, როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube